მთელი საზოგადოების ყურადღება დასავლეთ საქართველოსზეა მიპყრობილი, რომელიც ებრძვის უმძიმეს სტიქიას. ჩვენს მეორე ბლოკშიც ვისაუბრებთ გურიაზე. ინგლუნ გურაშვილი მოგახსენებთ მის ეკონომიკაზე. ისე აი ასეთი თოვლი და ნალექი დასავლეთ საქართველოში პირადად მე არ მახსოვს. ათეულობით სოფლები იმერეთში და გურიაში მოწყვეტილია. ცივილიზაციას, ანუ ყოველგვარი კომუნიკაციის და ელემენტარული სასიცოცხლო საშუალებების გარეშე არის დარჩენილი და აი ესეთ პირობებში უწევთ სხვათა შორის მუშაობა ენერგეტიკოსებს, რომ მიაღწიონ გადამცემ ხაზებთან და მოახერხონ დაზიანებული ხაზების აღდგენა. სერიოზული დაგვიანებით და პრევენციული, ანუ წინასწარი სრულიად მოუმზადებლობის ფონზე დაწყებულია 3-4 დღეა სახელმწიფო სტრუქტურების და ძალოვანების ჩართულები არიან ამ თემაში, მანამდე და ეხლაც ადგილზე ათეულობით მოხალისეები შრომობენ, ჩართულნი არიან სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც ტექნიკას და სურსათ სანავაგეს უგზავნიან დაზარალებულებს. სამწუხაროდ რეგიონში დიდ თოვლობას მსხვერპლიც მოყვა, გურიის მსგავსად დიდ თოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების, თუმცა გურია ნამდვილად არის სტიქიის ეპიცენტრი. სადაც ზოგიერთ ლოკაციაზე თოვლის გამო ტრანსპორტი თითქმის ვერ მოძრაობს, ასევე გართულებულია სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების გამოძახება. როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე სოფელი ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ხო და ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, დღეს გთავაზობთ გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არა, აღწერილობას მოდი ესე ვიტყვი უფრო მეტად და სხვადასხვა თემებს იქ ცოტა საარსებო შემწეობასაც ვიტყვით, მაგრამ ზოგადად მოგიყვებით გურიაზე, როგორც ასეთზე, თუ რა არის ამ მხარის, საქართველოს ამ მხარის ძირითადი ეკონომიკური კომპონენტები და მიმართებები. გურიის რეგიონი არის საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე, ძირითადად კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით ეს არის აჭარა გურიის ქედი. მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით სამეგრელო ჩემო ბატონო. გურიის საერთო ფართობი 2033 კვადრატული კილომეტრია და ეს ქვეყნის ტერიტორიის უხეშად 3%-ს წარმოადგენს. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 140,000-ია, ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რაც საქართველოს მოსახლეობის ასევე დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მხარეში შედის 191 დასახლებული პუნქტი, გურია ორი ქალაქით არის წარმოდგენილი, 7 დაბით და 182 სოფლით. მხარის მოსახლეობის 26% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 74%-მდე სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე. მაღალმთიანი დასახლებები მიეკუთვნება ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. ეს 10-ზე მეტი სოფელია, მოსახლეობის 96% გურიის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველია. და გურიის რეგიონში ასევე მოქმედებს 3 თვითმმართველი ერთეული, ეს არის ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება ამ 140,000 მაჩვენებელს გურიაში, მათგან მაცხოვრებელს გურიაში, მათგან იანვრის მონაცემებით 140,000 გურიაში საარსებო შემწეობას იღებდა 27,293. მათგან 12,000-ზე მეტი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული. დეკემბერთან შედარებით შემწეობის მიღებთა რიცხვი 160-ით გაიზარდა. და ასევე საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის მდგომარეობით გურიაში მოსახლეობა დაახლოებით 102,000 იყო. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 26% იღებს სოციალურ შემწეობას. ცხადია, ხა 140,000 მაცხოვრებელი გურიაში ეს ოფიციალური სტატისტიკაა, მხოლოდ და რეალურად მოსახლეობა შიდა და გარე მიგრაციის გამო გაცილებით ნაკლებია. შარშანდელი დასაქმების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით საქსტატს არ გამოუქვეყნებია, აქვს გარკვეული მონაცემები ნინის, რომელსაც მეორე ბლოკში შემოგთავაზებ. თუმცა 2023 წლის მდგომარეობით გურიაში დაახლოებით 40,000 ადამიანი იყო დასაქმებული, ეს არის საუბარი ოფიციალურ სტატისტიკაზე, როგორც დაქირავებით, ასევე თვითდასაქმებულები. და უმუშევრობის დონე რეგიონში ასწრებს მთლიანად საქართველოში არსებულ უმუშევრობის დონეს, ის 16% შეადგენს, ბოლო მონაცემი, რაც საქართველოში გვაქვს 13,9%-ია. რაც ეხება საშუალო თვიურ ხელფასს,
ეხლა ნახდათ დამწყევლიან გურულად რეგიონში 2023 წლის მდგომარეობით ეს დაახლოებით 990 ლარია გადასახადების ჩათვლით თან და ეს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 2023 მდგომარეობით ნახევარზე ცოტა მეტია. რაც შეეხება გურიის გამორჩეულ სიმდიდრეს, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ადგილობრივების, ანუ იქაური ადამიანების შემდეგ გურიის გამორჩეული სიმდიდრე მისი კურორტებია. თაში ბახმარო და გომისთაა პოპულარული, ორივე კურორტი ზამთარ-ზაფხულვარი აქტუალური მთის ჰაერით, არაჩვეულებრივი წყაროებით. გურიის ზღვის კურორტები ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი მაგნიტური ქვიშის გამო ძალიან პოპულარულია და იზიდავს. ეს ვულკანური წარმოშობის ნაშალი ქანია, რომელიც მდინარე სუფსას ბახმაროს მთებიდან შავი ზღვის ნაპირებთან ჩამოაქვს. თალკე აღნიშნვის ღირსია მდინარე პიჩორი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ხელშეუხებელ ბუნებაში მოედინება და პალიასტომის ტბას უერთდება. მას ენაკვიმატი გურულები თავიანთ ამაზონსაც უწოდებენ, აგი ჩვენი ამაზონია. მხარე მდიდარია მდინარეებით, ტბებით, ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები, მათ ერთმანეთისგან ნასაკირალის სერი გამოყოფს. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია, რომელი ბჟუჟი, ბახვისწყალი და გუბაზეული. მხარეში არის უამრავი მცირე ტბა, მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა. სულ 25 საშუალო და მცირე ზომის მდინარე ჩამოედინება, რომელთა საერთო სიგრძე 598 კილომეტრია ჩამოედინება. ხოლო აუზების საერთო ფართი 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მხარის ტერიტორიის 48%, ანუ გურიის უკავია ტყეს. ეს არის 81000 ჰექტარი. ტყის ფართობი. ამასთანავე გურია ძალიან მდიდარია მინერალური წყლებითაც. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნაბეღლავი. ეს მინერალური წყალი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყიდება. კურორტ ნაბეღლავში კი შეგიძლიათ წყაროდანვე მიირთვათ ეს ამბავი. რამდენიც სურს ხო და აქედან მოკითხვები მიხო სვიმონიშვილს და კომპანია წყალი მარგებელის გუნდს, ვიცი როგორ სრულად და ბოლომდე არიან ჩართულები ეხლა ამ პერიოდში სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარებაში. კომპანიებზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე ისევ წიაღისეულზე გეტყვით, რომ ვიდრე ჩვენი წიაღისეულისთვის თვალი ტრამპს და პუტინს დაუდგავს, მანამდე თქვენ გეტყვით, რომ გურიის მხარის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის მარაგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო, რომლის მოპოვებაც ხდება. სოფელ ვაკიჯვარში არის საქართველოში ერთადერთი აპატიტის მადანი და ამავე სოფელშია წითელი რკინის მადანი. სპილენძის ბუდობები, მცირე ოდენობით არის ტყვია, ვერცხლი და თუთიას თქვენ წარმოიდგინეთ. გარდა ამისა, მხარის ტერიტორიაზე კაოლინი, ეს უკვე ზემო მაკვანეთშია, მონიშნული, თიხნარი მიწა აცანაში, ზემო აკეთში და ქვემო აკეთში. სიენიტების საბადო გახლავთ შემოქმედსა და გომში და ოქრას საბადო ნაგომარში. მგონი კიდევ ბევრი წიაღისეული და სიმდიდრე გამომჩა, რაც ამ მხარეს აქვს. ამიტომ მაპატიეთ მე გამოთვილისელებულ იმერელ აბდალს. ეს ამბავი გურულებმა სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას ჩვენი საქმიანი სტუდიიდან და აი ესეთ ცხოვრებას გისურვებთ, არც ერთი მთავრობა რო არ დაგაჭიროთ გამჩენა. არც ისინი, ვინც გაჭირვებისას 3-4 დღის შემდეგ ეხმიანებიან და არც ისინი ბოლო 30 წელიწადია მარტო არჩევნების წინ რომ გაახსენდებით ხოლმე და რო შემოგივლიან შუხუთიდან დაწყებული ბახვით დამთავრებული. სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მესამე დღეა შექმნილია მოხალისეების სპეციალური ჯგუფი გურიისთვის. გარდა ამისა, ნანუკას ფონდმა ცალკე გახსნა ანგარიში გურიის დასახმარებლად 231,000 ლარი გუშინდელი მდგომარეობით იყო იქ ჩარიცხული. მოხალისეების მიერ გახსნილია შტაბები გურიის ყველა რაიონში, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოფროუდერებიც იმყოფებიან, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. მივყვეთ რამდენიმე კომპანიას, ვიზეც გვაქვს ინფორმაცია, ავტოკომპანია გალფის მხარდაჭერით. ამჟამად გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სამასწავლო სამუშაოები და მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას. თეგეტამ დასავლეთ საქართველოში მძიმე ტექნიკა გააგზავნა და ასევე მაღალი გამოვლობის ტექნიკის მოცულების საწინააღმდეგო ჯაჭვები დაუკვეთა, რომელიც დღე-დღეზე თუ უკვე არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს თოვლი რო გადნება, მერე ამ ჯაჭვებით მაღალი გამოვლობის გურულები თლად დასაბმელები გახდებიან.
ვისოლი უერთდება ინიციატივას და საწვავით ეხმარება საქართველოს ოფროუდერთა ასოციაციის წევრ მანქანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად გაემგზავრნენ. ხო, იგივე ამბებშია სხვა შორის ჩართული სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის გუნდიც. არ მინდა დამოვიწყდეს გუშინდელი ამბავია, დიმიტრი აბდუშელიშვილის Wondernet Express Investment Group-ი მიხედავს აჭარას, ბათუმს, სადაც მათი ტერმინალია განთავსებული, მაგრამ მამუკა მურჯიკნელმა Wondernet Express-ის გენერალურმა დირექტორმა გუშინ მოგვიყვა, რომ არც გურია დაგვრჩება ყურადღების მიღმაო და იქაც ვართ ყველაფერში ჩართულია. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მიწოდებაზე იღებს ვალდებულებას წევრი კომპანიების მხარდაჭერით. ხო, მადლობა G-Stores, რომელმაც დასამუხტი, ანუ ეს power bank-ები გააგზავნა დასავლეთ საქართველოში და სამკერვალო ბარი აცხადებს, რომ შემოსული თანხების 30% მიემართება დაზარალებულთა დასახმარებლად. და ეს სულისკვეთება და ერთობაა. დარწმუნებული ვარ, კიდევ გაცილებით მეტიც კეთდება, რამაც შესაძლოა ჩვენამდე არ და ვერ მოაღწია. რაც ვიცი, საქმეში არიან ასევე ჩართული სანდომი და PC Shop-ი, მოკლედ ბარაკა და მადლი თქვენს ოჯახობებს, ვინც ჩართული ხართ ამ ყველაფერში. თან გასაკეთებელი და დასახმარებელი კიდევ ბევრი იქნება, განსაკუთრებით უამინდობა რომ გადაივლის ეს თოვლიც გადნება, თქვენ მერე ნახეთ. არანაკლებ ერთად დგომა დაგჭირდება, თუმცა მაგ დროს უკვე სახელმწიფომაც უნდა იმძლავროს და დახარჯოს თავისი წილი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.